გამარჯობა. ნათია გვენეტაძე არის დღეს ჩვენთან ერთად. ნათია გახლავთ ახლა თავდაცვისა და უსაფრთხოების ექსპერტი 20 წლიანი სტაჟით, როგორც მინიმუმ და მე ვიცნობ, რა ვიცი, ალბათ ზუსტად ეს 20 წელია, შეიძლება მეტიც, ხო, ნათიას და დიდი მადლობა ნათია შენი დროისთვის. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, ძირითადად თავდაცვის სამინისტროში, თუმცა ბოლო პერიოდში უსაფრთხოების, უშიშროების საბჭოში. მე უსაფრთხოების საბჭოდ გადაკეთდა და დღეს ჩვენი საუბრის ძირითადი თემა გახლავთ შავი ზღვის უსაფრთხოება. ის თემა, რომელზეც თავისი დოკუმენტაცია აქვს შექმნილი ნატოსაც, ევროკავშირსაც ახლა, შავი ზღვა არის ადგილი, სადაც ძალთა ბალანსი დარღვეულია. ხო, ასეთი ძალთა ბალანსი დარღვეული იყო ჩრდილოეთით ბალტიის ზღვაზე და იქ გარკვეულწილად ყველაფერი შეიცვალა. ესეც კარგი იქნება თუ რაღაც ანალოგიებს მოვიყვანთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი წილი შავი ზღვის უსაფრთხოება, ის უზრუნველყოფა როგორ უნდა მოხდეს, როგორ წარმოგიდგენია იმ ფონზე, როდესაც 93 წლიდან მოყოლებული დღემდე აი ეს 200 კილომეტრიანი ჩვენი მონაკვეთი შავი ზღვის რუსეთს აქვს დაპყრობილი. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მართლა ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა შავი ზღვის უსაფრთხოება და განსაკუთრებით ჩვენთვის, საქართველოსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ სანაპირო ქვეყანა, შავი ზღვის სანაპირო ქვეყანა და სხვათა შორის სანამ განვავრცობთ ან უსაფრთხოების თემებს, მით უმეტეს როგორც ახსენე, გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად არის ქცეული დღეს შავი ზღვის რეგიონი და უსაფრთხოების თვალსაზრისით საფრთხეს არა მხოლოდ საქართველოსთვის წარმოადგენს, არამედ ევროპისთვისაც ამაზე რა თქმა უნდა განვავრცობთ, მაგრამ როგორც იკითხეთ, ჩვენთვის რა არის შავი ზღვა, ხო? ძალიან საინტერესოდ მინდა ასე ვთქვათ, პატარა მიმოხილვასავით გავაკეთო, რომ რამდენად არის მნიშვნელოვანი თუ რა იდენტობას ვატარებთ. ანუ ჩვენ როგორი აღქმა გვაქვს შავი ზღვის თვალსაზრისით და სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოებაში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნად აღქმა, ну იმის გარდა რომ შავ ზღვაზე ასე ვთქვათ დასასვენებლად მივდივარ ზაფხულობით, საკმაოდ მწირია საქართველოს საზოგადოებაში. ზოგადად საქართველოს წლების განმავლობაში ასე ვთქვათ საუკუნეებიდან მოყოლებული ის საზღვაო ქვეყნად მაინც არ არის, ხო ცნობილი. მით უმეტეს ამ თვალსაზრისით დღეს რო ვთქვათ, რომ ჩვენ საზღვაო ძალები არ გაგვაჩნია ხო შავ ზღვაზე და საკმაოდ პატარა სანაპირო ზოლი გვაქვს სხვა სანაპირო ქვეყნებთან ასე ვთქვათ შედარებით რომ შევხედოთ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან საქართველოს ასე ვთქვათ ჯერ კიდევ ამ პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაში ვრჩებით და ჩვენ რაც მოვიპოვეთ ესე იგი დამოუკიდებლობა ვცდილობთ რომ ეს პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა რაღაცნაირად მოვიშოროთ და ჩვენი ეროვნული საფრთხეების დოკუმენტებს რო გადავხედოთ, ხო, რაც გვაქვს მიღებული აქამდე, ძირითადად აქცენტირება და ფოკუსირება ხდებოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონად აღქმაზე. და სამხრეთ ეს კავკასი ურცარცისწრე, ასე ვთქვათ, ერთგვარი რაღაცა რეგიონად ჩამოყალიბდებათ, რომელიც არ ჩამოყალიბდა რეგიონად, ზოგადად შავი ზღვის რეგიონი საკმაოდ კომპლექსური რეგიონია და ზოგადად მეცნიერებს რო დავეკითხოთ, თვითონ რეგიონის დეფინიციასაც ვერ მივანიჭებთ. თუმცა საინტერესო ის არის, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ცდილობდა, რომ ეს აღქმა და ცნობადობა, რომ იდენტობა ქართველი საზოგადოების, ასე ვთქვათ, მიემართა იმისკენ, რომ გამხდარიყო შავი ზღვის რეგიონის, ასე ვთქვათ, არამხოლოდ როგორც საზღვარი, ასე ვთქვათ, შავი ზღვა ჩვენი საზღვარი წარმოგვედგინა, არამედ ასე ვთქვათ, წარმოგვედგინა და აღვქვა როგორც ჩვენი ნაწილი. იმიტომ რომ ფაქტობრივად დღეს მე რომ მკითხო, საქართველოს გადარჩენის ეპიცენტრიც არის ზუსტად შავი ზღვის რეგიონი. ანუ ზღვა სულაც არ ნიშნავს, რომ ეს არის საზღვარი, არ უნდა ნიშნავდეს, ხო? მით უმეტეს, ნახე ხა ჩვენ ვისაუბრებთ და იმედი მაქვს, რომ განვავრცობთ, ხო? განსაკუთრებით როგორი მნიშვნელოვანი გახდა დასავლეთისთვის შავი ზღვის რეგიონი, ხო? ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი, ანუ ასე ვთქვათ, წლების განმავლობაში სამწუხაროდ რაღაცნაირად მივიწყებული რეგიონი იყო და შენ უკვე აღნიშნე, რომ ბალტიის ზღვაზე ბევრად მეტი ფოკუსი და აქცენტირება იყო დასავლეთის მხრიდან, სადაც თავმოყრილი იყო ეს ნატოს წევრი ქვეყნები, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და შავი ზღვა, ასე ვთქვათ, უფრო ნაკლებად ფოკუსირება ხდებოდა დასავლეთის მხრიდან. თუმცა რა შეიცვალა და როდის შეიცვალა? 2014 წლიდან მოყოლებული
ასე ვთქვათ, როდესაც მოხდა ყირიმის არალეგალური ანექსირება და სხვათა შორის საინტერესო ის არის 2014 წელს ლაპარაკობთ, თუმცა ნატოსთვის ფორმალურად 2016-ია ვარშავის სამიტი, როდესაც უკვე რაღაცა ნელ-ნელა ნაბიჯები და რაღაცა გარკვეული ზომები მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ შავი ზღვისკენ მიემართა თავისი ფოკუსი. და რეალურად რატო? მარტო იმიტომ ხომ არა, რომ ყირიმის ანექსირება მოხდა, არამედ იმიტომ, რომ რა ხდებოდა მერე, რომ ყირიმს როგორ ბერკეტად იყენებდა და ფაქტობრივად დღესაც ბასტიონად აქცია, ხო? ანუ რუსეთმა ეს ტერიტორია და შესაბამისად მძლავრი მილიტარიზაცია, რომელსაც ჩვენ ხედავდით, უამრავი საჰაერო და სარაკეტო შესაძლებლობების გაძლიერება, სამხედრო შენაერთების, ასე ვთქვათ, გადასროლა ამ მიდამოებში, წვრთნების ჩატარება, სამხედრო წვრთნების ჩატარება, ეს ყველაფერი იყო ერთგვარი სიგნალი დასავლეთისთვის, რომ აქ იქნებოდა, ასე ვთქვათ, ის დაპირისპირების ცენტრი, რომელიც არის ევროპასა და დასავლეთსა, მარტო ევროპა არ უნდა რომ ავიღო. ხო, საოპერაციო ზონა იქ სირიაში იყვნენ და ნუ ასე შემდეგ. ხო, მე ვეძახით და რა თქმა უნდა ამაზეც მინდა რომ ვისაუბრო, რომ რეალურად ყირიმი, ანუ ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით, რომ უკრაინაში ომი არ ემსახურება რუსეთ-უკრაინის ურთიერთობას, ანუ ამითი, ასე ვთქვათ, რუსეთი თავის ძალის პროექცირებას ცდილობს და ყირიმი იმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, რომ ზოგადად შავი ზღვა ერთგვარი crossroad-ია, ხო, გზაჯვარედინია, რომელიც რეალურად აკავშირებს დასავლეთს და აღმოსავლეთს ერთმანეთთან და აქ ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს დღეს და გუშინ არ ხდება, ხო, საუკუნეების განმავლობაში, ეს არის ის გზაჯვარედინი, სადაც ჩვენ, ასე ვთქვათ, ენერგო და სავაჭრო ტრანზიტის, ასე ვთქვათ, ჰაბია. და ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაკონტროლება, იმიტომ რომ ფაქტობრივად შავ ზღვას ვინც აკონტროლებს, ხო, ის აკონტროლებს ბალკანეთის ტერიტორიას, ის აკონტროლებს ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიას, ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიას. ანუ ფაქტობრივად ძალიან დიდი საცეცები უჩნდება იმ დომინანტ სახელმწიფოს, რომელიც არის შავ ზღვაზე და სწორედ 2014 წლიდან მოყოლებული ყირიმის ანექსირებით, ანუ რუსეთმა სცადა და გაზარდა თავისი, ასე ვთქვათ, სამხედრო მანქანა და შესაძლებლობები, რომ გახდეს დომინანტი შავი ზღვის რეგიონში. და შესაბამისად რა ხდება, ხო? ანუ ასევე, როგორც ახსენე, ეს ძალის პროექცირება სწორედ ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთთან, ანუ კარგად გვახსოვს სირიაში, როგორც გამოიყენა ყირიმი და შესაბამისად ეს არის ის ბასტიონი, რომელიც სასტარტო პლაცდარმა არის, ერთგვარი launching pad ეგრეთ წოდებული, რომელსაც რუსეთი სამწუხაროდ იყენებს და დღესაც იყენებს, იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ და ცოტა არეულად გამოგვდის ახლა საუბარი, მაგრამ ანუ მიმდინარე ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფარგლებში რეალურად სადაც ყველაზე მეტად შეუტია უკრაინამ ნახეთ რომ თავისი მიუხედავად იმისა რომ ფლოტის არ ქონის ასე ვთქვათ პირობებში ხო უკრაინამ შეძლო რომ რუსული ფლოტის 1/3 ასე ვთქვათ დაეზიანებინა ხო იმ ინოვაციური ტექნოლოგიებით ანუ საზღვაო დრონების გამოყენებით ანუ რეალურად გასაგებია რომ დღეს რუსეთი არის ერთგვარად დომინანტი შავი ზღვის რეგიონში, მაგრამ ეს არ არის ასე ვთქვათ შეუქცევადი და თქვათ დაუსრულებელი, აი გვაჩვენა ჩვენ უკრაინამ და უკრაინაში მიმდინარე ომმა. მაგრამ დრო დაუბრუნდეთ ისევ საქართველოს და შენ კითხვას, ხო? ასე ვთქვათ, ერთი მხრივ რომ შევხედოთ საქართველოსთვის ეს რა თქმა უნდა განსაკუთრებული დიდი საფრთხეა და უსასრულოდ კომპლექსური რეგიონია, რომელსაც უფრო გავშლით და ვისაუბრებთ, მაგრამ ასევე უამრავი შესაძლებლობები გაუჩინა საქართველოს, ხო? და ამაზეც მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება და თუნდაც იმით, რითაც დავიწყოთ ჩვენ იდენტობის ამბით, ხო, როდესაც ინტერესი გაჩნდა განსაკუთრებით ნატოს მხრიდან, იმიტომ რომ რა არის შავი ზღვის რეგიონი? შავი ზღვის რეგიონი არის შავი ზღვის გარშემო არსებული 6 სანაპირო ქვეყანა, ხო? ამ 6 სანაპირო ქვეყნიდან 3 არის ნატოს წევრი ქვეყანა, ეს არის ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი. აქედან 2 არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ხო, ბულგარეთი და რუმინეთი და 2 ნატოს ასპირანტი სახელმწიფო, ეს არის უკრაინა და საქართველო და რუსეთი, ხო? შესაბამისად, რა არის საინტერესო, რომ ამ ძლავრი მილიტარიზაციის ფონზე დაინტერესდა და თავისი ფოკუსი, ასე ვთქვათ, მიმართა ნატომ შავი ზღვის რეგიონზე. რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ეტაპობრივი განვითარება და ესეც განვიხილოთ და შესაბამისად ჩვენი ამ მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, ხო, რაც ვახსენე ეროვნულ სტრატეგიულ დოკუმენტებში, ჩვენი სწორედ მიზანი ის იყო, რომ გვენახა, რომ ანუ პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის მოშლის
და შესაძლებლობების გამოყენების, იმიტომ რომ ჩვენთვის შავი ზღვა არის ერთგვარი შესაძლებლობა ევროპასთან და დასავლეთთან, ასე ვთქვათ, დაკავშირების და დაახლოების, გამოგვეყენებინა, რომ ამ რეგიონის ნაწილი ორგანულად გამხდარ ვიყავით. რომ ანუ ნებისმიერ მოქალაქეს, ასე ვთქვათ, რო კითხო, ვთქვათ, სად ხედავს თავის თავს, სად არის საქართველო, რა რეგიონში მდებარეობს საქართველო, არ ეთქვა, რომ ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცე, არ ეთქვა, რომ ეს არის სამხრეთ კავკასიის რეგიონი, არამედ ეს სტრატეგიული ნარატივი, ასე ვთქვათ, საზოგადოებამდე რომ უნდა დავიდეს, ყოფილიყო შავი ზღვის სივრცე. მით უმეტეს, რომ სახმელეთო საზღვარი ჩვენ ევროკავშირთან არ გაგვაჩნია და ნატოსთან მხოლოდ თურქეთი არის, ხო? კავშირი, ხო, ეს არის, ანუ შავ ზღვას მე ვუყურებ ჩვენ გადარჩენად. ანუ ჩვენ გადარჩენად და ჩვენს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან ჩვენს დაკავშირებად. იმიტომ რომ სწორედ შავი ზღვით უკავშირდებით. ჩვენ ხო ზუსტად აღნიშნე, რომ საზღვარის სხვა ჩვენ არ გაგვაჩნია. შესაბამისად, აქვე მინდა აღვნიშნო და ვახსენო, იმიტომ რომ უკვე ვახსენე ეროვნული დონის სტრატეგიული დოკუმენტები, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში ჩვენ ასე ვთქვათ, მუშაობდით და შევიმუშავეთ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტი, რომელიც არ არის დამტკიცებული, თუმცა 2022 წელს იგეგმებოდა მისი დამტკიცება და როგორც ისი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ის დოკუმენტი, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტი და ასევე როგორც იცი არსებული რედაქციით ეს დოკუმენტი არის 2011 წელს მიღებული და უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად შეცვლილია არა მხოლოდ საქართველოს რეგიონში, ასე ვთქვათ, ჩვენი მთავარი ასე ვთქვათ, დიდი იდეა დოკუმენტის, big idea, რაც იყო, რომ საქართველოს პოზიციონირება უნდა მომხდარიყო ფართო შავი ზღვის რეგიონში. და აი სწორედ იმიტომაც აღვნიშნე და მინდოდა და ამას გამემახვილებინა ყურადღება, თავისი რა თქმა უნდა მიმოხილვით, თავისი საფრთხეების გამოწვევებით და შესაძლებლობებით, მაგრამ აი ეს პოზიციონირება, იმიტომ რომ ეროვნული საფრთხეების კონცეფცია ეს არის ღია დოკუმენტი, ხო? ეს არის პირველ რიგში შენი საზოგადოებისთვის, სადაც ქვეყანა თავის ეროვნულ ინტერესებზე საუბრობს, იმ საფრთხეებზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე, სადაც ის დღეს არის და საითკენ, ასე ვთქვათ, უნდა სვლა. და თავის საზოგადოებას ელაპარაკება და ასევე ვთქვათ, იმ საერთაშორისო პარტნიორებს იქნება თუ ვთქვათ, კეთილგანწყობილ სახელმწიფოებს. და ის სტრატეგიული ნარატივი ამ დოკუმენტში ძალიან მძლავრად იყო, რა თქმა უნდა, მედეგ სახელმწიფოს და მედეგ საზოგადოების გაძლიერებაზეც, იმ ასე ვთქვათ, სხვა ეროვნულ ინტერესებზეც, მაგრამ ერთ-ერთი დიდი იდეა ამ დოკუმენტის, რომელსაც იგი ატარებდა, იყო ქვეყნის შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოთ, ასე ვთქვათ, პოზიციონირება, რომელსაც მე ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც აი კითხვიდან დაიწყე, სად არის ჩვენი იდენტობა. ანუ არის თუ არა, თუ ჩვენ თვითონ არ მიგვაჩნია ჩვენი თავი შავი ზღვის ქვეყნად, ანუ როგორ უნდა მოვთხოვოთ მაშინ ნატოს, ევროკავშირს ან სხვა ქვეყნებს, რომ შემოგხედან როგორც შავი ზღვის სახელმწიფოს, ხო? მით უმეტეს, როდესაც უამრავი შესაძლებლობა არსებობს, იმიტომ რომ ვართ სანაპირო ქვეყანა. ეხლა ცოტა რომ განვავრცო იმ კუთხით, რომ როგორც ახსენე, რა თქმა უნდა, დღეს, ასე ვთქვათ, მე ვთვლი, რომ რაღაცა გეოპოლიტიკური ფრონტის ხაზი, ასე ვთქვათ, გადის ზუსტად შავ ზღვაზე. ეს არის ის დაპირისპირება, რომლებიც ასე ცივი ომის შემდგომ შეიძლება ვერ წარმოედგინათ დასავლეთს, მაგრამ რეალურად ახლა რო გადავხედოთ ისტორიას, რაღაცა ნაბიჯ-ნაბიჯ მოვდიოდით და დღეს აღმოჩნდა, რომ ეს დაპირისპირების წერტილი თუ წლების განმავლობაში ბალტიის რეგიონზე ფიქრობდნენ, ანუ აღმოჩნდა შავი ზღვა. ჩვენ და სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ამ რეგიონში ვართ და ეს გამოწვევები და ეს საფრთხეები პირდაპირ აისახება საქართველოსაც. მეცაც გეტყვი, 1946 წელს ფულტონში ჩერჩილის ცნობილი ფრაზა რკინის ფარდა, როდესაც გაჟღერდა, მე ვთვლი, რომ დღეს ტრიესტიდან შტეტინამდე ახალი რკინის ფარდის შესაძლებლობის წინაშე ვდგავართ სამწუხაროდ. და აი სწორედ აი აქ არის ის გარდამტეხი მომენტი, რომ რეალურად გაიხლიჩება თუ არა, ანუ რას გულისხმობ გაიხლიჩება, გახდება ეს ზღვა ერთიანი ევროპული ზღვა და ევროპული, ასე ვთქვათ, დემოკრატიების გარშემო იქნება, ვთქვათ, ამ ზღვის გარშემო და შესაბამისად რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა გავრცელდება ამ ყველა სახელმწიფოზე, ხო? ან თუ ეს იქნება ეს გამყოფი ხაზი, სადაც ერთი მხრივ უკვე არსებული ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ნატოს წევრი ქვეყნები არიან და შესაბამისად ზღვა გაყოფს და მეორე მხარეს რუსეთის დომინაციის ქვეშ
დარჩენილი მხარე სახელმწიფოები და სწორედ მე მგონი რომ აი ზუსტად აქ მიდის ბრძოლა. ეს არ არის რა თქმა უნდა ჩემი სიტყვები, ამას სხვათა შორის ამ წელს ურსულა ფონ დერ ლაიანის სიტყვების და განცხადებას შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპა არის ბრძოლაში და სწორედაც რომ ეს ბრძოლა არის შავი ზღვაზე, დღეს მიმდინარეობს, მეც ნამდვილად ვთვლი, რომ ზუსტად ის ეპიცენტრი დაპირისპირების, რომელიც არის დასავლეთსა, მარტო ევროპაზე არ მინდა საუბარი, დასავლეთსა და რუსეთს შორის, სწორედ არის შავი ზღვის რეგიონი და თავისი ძალიან დიდი კომპლექსურობით, იმიტომ რომ ჩვენ ამ კუთხით ხა უსაფრთხოება საკმაოდ ფართოცნებაა და ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იმ ელემენტების, ასე ვთქვათ, გაცნობიერება, იმიტომ რომ რის საფრთხეა, ხო? ანუ სახელმწიფოების სუვერენიტეტის ერთი კუთხით, რა თქმა უნდა, მაგრამ მეორე კუთხით უკვე ვახსენეთ ჩვენ, რომ შავი ზღვა არის ის დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ერთ-ერთი სატრანზიტო ხაზია, სავაჭრო დერეფანია. აქ არამხოლოდ, ასე ვთქვათ, ზღვის ზედაპირია მნიშვნელოვანი, ხო? ზღვის ფსკერიც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელებია გაყვანილი და ეს კავშირგაბმულობის სისტემები, რომლებსაც დაცვა სჭირდება დღეს სხვათა შორის ევროპისთვის, აი მე გადავალთ და ვისაუბრეთ იმ სტრატეგიებზე. ევროპისთვისაც, ასე ვთქვათ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა ამ რეგიონში არის არსებითად მნიშვნელოვანი, ხო და რომ არ დავუშვათ რუსეთის დომინაცია და რაც შეეხება რუსეთს, ხო, მეორე მხრივ რომ შევხედოთ, ხო, რუსეთი ბალტია ახსენეთ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რუსეთი განსაკუთრებით იმის შემდეგ, ხო, რაც შვედეთი და ფინეთი გაწევრიანდნენ ნატოში, განსაკუთრებით, ანუ უფრო მოწყვლადი გახდა ჩრდილოეთით. ასე ვთქვათ, შეზღუდულად თulis თავის თავს და ბევრად უფრო გაცხარებულად არ დაუშვებს იმას, რომ თავის შეეცდება, რომ არ დაუშვებს. ხო, რა თქმა უნდა, თავის კუთხით ხა რუსეთის მხრიდან რომ შევხედოთ. და ბალტიაშიც ხედავთ, რომ ჭრის რაღაცა კაბელებს აზიანებს და რა თქმა უნდა, თან ანუ უამრავი სხვადასხვა საშუალებებით ტესტავს ის დღეს დასავლეთს და ამის რეჟიმში ვართ ახლა ჩვენ და სწორედ ამას ვხედავთ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ რუსეთი მაქსიმალურად ეცდება თავის ძალისხმევა ზუსტად შავი ზღვის რეგიონზე კონდეს, ასე ვთქვათ, ფოკუსირებული და არ დაუშვას ამ დომინაციის და თავისი, ასე ვთქვათ, ძალაუფლების წართმევა ამ რეგიონში. ეს როგორ უნდა გააკეთოს? ერთი კუთხით იმით, რომ არ დაუშვას დასავლეთის გაფართოება რეგიონში, იმიტომ რომ განსაკუთრებით ნატოსი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვის ეომება და ვისთან არის, ხო, ამ ბრძოლაში არის დასავლეთთან. მეორე კუთხით რა უნდა გააკეთოს? თავისთვის, ასე ვთქვათ, სასარგებლო ურთიერთობები უნდა აწარმოოს თურქეთთან, იმიტომ რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თქმა უნდა, თურქეთი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორი. ვის ხელშიც არის გასაღები, ხო? მithumetes Montreux დოქტრინის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა და სრუტეების გაკონტროლება, რაც ასევე ვნახეთ ჩვენ ომთან მიმართებაშიც რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ხო? ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის პოლიტიკურად უყურებს ასევე ამ ენერგოპროექტებს, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით რუსეთი რო პოლიტიკური კუთხით, ანუ პოლიტიკური ბერკეტია ამისთვის ეს ენერგეტიკული გზა, რომელსაც არ დაუშვებს, რომ ხელიდან, ასე ვთქვათ, წავიდეს და მაქსიმალურად ეცდება, რომ ეს აკეთებს კიდევაც ეცდება რა, ანუ როგორც ტრადიციული სამხედრო, ისევე ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით მაქსიმალურად შეინარჩუნოს. აქ უნდა კითხვა აუცილებლად ხა ისტორიულად ვიცით ჩვენ, რომ ეკატერინე მეორემ თავისი ფლოტი ბალტიიდან გაუშვა, აი ესე რაღაცა ჩამოუშვა და თურქებთან ბრძოლა, საზღვაო ბრძოლა მოიგო, ხო და მას მერე მე მგონი შავი ზღვიდან აღარ წასულა და ეს მისი სასიცოცხლო ინტერესია. ამბობენ იმასაც, რომ ანუ თუ რაღაცა ხელიდან გაუშვა, მისი დეზინტეგრაციის პროცესიც სწორედ შავი ზღვის რეგიონიდან დაიწყება, ხო? რა არის ევროკავშირის და ასე ვთქვათ ნატოს ხედვა, როგორ შეიძლება რომ ეს გამოგლიჯოს ხელიდან, ეს ბერკეტი გამოგლიჯოს რუსებს ხელიდან და როგორ ვითარდება პროცესი, თუნდაც აი ჯერ დოკუმენტების დონეზე. ხო, ძალიან კარგი კითხვა. აი სწორედ ეხლა რომ ვისაუბრეთ, რომ დომინირების თვალსაზრისით რუსეთი გვესმის მისი ინტერესები და ის აცხადებს ამას, ხო? ძალიან ღიად, მაგრამ რა მიიღო?
და რა ხდება მეორე მხრივ რო შევხედოთ. ფაქტობრივად მეორე კუთხით მთლად ესე კარგად დადალაგებულად რუსეთის სასარგებლოდ არ არის საქმე, იმიტომ რომ მისი ასე ვთქვათ მძაფრი მილიტარიზაცია და მისი ეს დამოკიდებულება და დომინაცია შავ ზღვაში და რა თქმა უნდა, როგორც უკვე ვახსენეთ, უკრაინასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვთვლი, რომ სასიცოცხლო ხაზი გადის უკრაინაზე დღეს, ხო? იმიტომ რომ უკრაინის ასე ვთქვათ გამარჯვებით ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ რაღაცა პოზიტიურზე შავი ზღვის რეგიონში, ხო? თუმცა ჩემი აზრით, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს ომი, დამარცხებული რუსეთიც ეცდება, რომ შავი ზღვაში დომინაცია შეინარჩუნოს. ეს არის მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის, ამაზე შევთანხმდით. მაგრამ რა მივიღეთ მეორე კუთხით, ხო? ნატო, რომელსაც ასე ვთქვათ, დიდად არ აინტერესებდა შავი ზღვა, როგორც უკვე ვახსენეთ, ანუ 2014 წლამდე და მხოლოდ 2016 წლიდან იწყებს შავი ზღვისკენ რაღაცა თავის ფოკუსის მიმართვას. თუმცა ბოდიში გაგაწყვეტეთ, მე მახსოვს 2001-ში უზარმაზარი სწავლება ჩატარდა ფოთში და შავი ზღვის სანაპიროზე. ნახე სწავლება, კი ბატონო, მაგრამ ნატოს აი დოკუმენტებშიც რო შეხედო, ნუ დღესაც ანუ დღესაც სამწუხარო ის არის, რომ რაღაცნაირი ერთიანი სტრატეგია შავ ზღვასთან მიმართებაში ნატოს არ გააჩნია და სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ რაღაცა სტრატეგიული დონის დოკუმენტი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ერთიანი ძალისხმევა იყოს მიმართული, თუმცა ანუ 2016-დან მოყოლებული, როგორც კი გაჩნდა მის დეკლარაციებში და როადენოთ თვალყური, რა გააკეთა სამხედრო ყოფნა გაზარდა შავი ზღვის რეგიონში, ხო? რეალურად სწორედ აქ არის ძალიან საინტერესო ის თვალსაზრისით, რომ შექმნა განსხვავებული, ასე ვთქვათ, ელემენტები, რომელიც მანამდე არ ქონია, საბრძოლო ჯგუფის ელემენტები, რომელიც მანამდე ბალტიის ქვეყნებში ჰქონდა და გააძლიერა 20-22 წლის მერე საერთოდ გააორმაგა და გაზარდა და სამხედრო ყოფნა როგორც ნატომ, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუმინეთსა და ბულგარეთშიც გააძლიერა და რეალურად ფრონტის ხაზი, როგორც ვახსენეთ და უკვე ციტირებაც მოვიყვანეთ, ხო, ფაქტობრივად სამხედრო თვალსაზრისითაც ძალიან დაახლოვდა, ხო, ერთი მხრივ რუსეთის მხრიდან და მეორე მხრივ ნატოს მხრიდან. ასევე ნატომ შეიმუშავა სხვათა შორის ჩვენ ჯერ ნაკლებად განვიხილეთ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის როგორც ვახსენე, ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ტრადიციული მეთოდები, არამედ ჰიბრიდული ინსტრუმენტები და სწორედ შავ ზღვაზე ახალი ასე ვთქვათ ინიციატივა შექმნა და წევრ ქვეყნებს და პარტნიორებს თან ერთად ასე ვთქვათ როგორ უნდა ებრძოლოს რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს, ასე ვთქვათ ამ კუთხითაც ძალიან დიდი ძალისხმევა დახარჯა. რა თქმა უნდა, რატო საუბრობ წარსულის, იმიტომ რომ მიმდინარე ომმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა, ხო, ამ თვალსაზრისით. ძალიან საინტერესოა კიდე ის ფაქტი, რომ რუმინეთზე კიდე ცოტა მეტი უნდა ვისაუბროთ მე მგონი, მაგრამ საინტერესო არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირი ერთიანი მიდგომა სტრატეგიის თვალსაზრისით დოკუმენტურად არ არსებობს, მაგრამ 22 წელს ნატომ განაახლა როგორც იქნა თავისი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მანამდე 2010 წლით იყო დათარიღებული და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონცეფციაში გაჩნდა პირდაპირ ასე ვთქვათ wording-ით, რომ განვაცხადოთ, რომ შავი ზღვის რეგიონი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონი ნატოსთვის. ანუ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ? ევროატლანტიკური სივრცისთვის. ეს არ არის მხოლოდ და სხვათა შორის სწორედ ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული პირველად გაჩნდა ჩანაწერი ასეთ სტრატეგიული დონის დოკუმენტში, რომ რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს ევროატლანტიკური სივრცისთვის. ანუ საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინისთვის და საქართველოსთვის, არამედ სრულად ევროატლანტიკური სივრცისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ანუ ეს და ამ კუთხით რა გააკეთა ნატომ? გააძლიერა თავისი შეკავების და თავდაცვის პოლიტიკა, ხო? და სხვათა შორის ისიც საინტერესოა, რომ სიტყვა შეკავება ჩნდება ისევ თავიდან ნატოს ლექსიკონში, ანუ კოლექტიური თავდაცვა და მობილიზება მაქსიმალურად სწორედ 22 წლიდან არის განსაკუთრებულად აქცენტირებული ნატოს დოკუმენტებში და არა მხოლოდ დოკუმენტებში, მის გამოსვლებში. სხვათა შორის სხვადასხვა გამოსვლებში, ანუ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურებულად ჩვენ ვთქვით, რომ 22-შია, 2014 წლის შემდეგ ყირიმის ანექსირების შემდეგ ნატოს მაშინდელმა გენდივანმა განაცხადა ესეთი ფრაზა არის, მისი ცნობილი ფრაზა, რომ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ,
ამბავი საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არ მომხდარა, რაც ახლა ყირიმში ხდება. და ამ მნიშვნელობამ კიდევ ნელ-ნელა უფრო დიდი წონა მიიღო, ხო, ნატოსთვის და დასავლეთის ქვეყნებისთვის. რატომ ჩვენ ახლა დიდად არ განვავრცეთ, ასე ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ რო ვთქვით სამხედრო მილიტარიზაცია, ასე ვთქვათ, ვიგულისხმე, რომ ის დეტალები, რაც გააკეთა რუსეთმა შავ ზღვაზე, განსაკუთრებით მძლავრი სისტემები, სამხედრო სისტემები, მაგალითად, როგორც არის შეღწევის შეზღუდვა, მანევრის შეზღუდვა, ითუეიდის ვეძახით ამ სისტემებს, რომელიც განალაგა და განავითარა, რომელიც ფაქტობრივად სხვა ხომალდების შემოსვლას აკავებს, ხო, ხელს უშლის, ესე რომ ვთქვათ, და აი ეს ნავიგაცია შავ ზღვაში ბევრად უფრო გართულებულია, ხო, ამ მილიტარიზაციის თვალსაზრისით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და რეალურად ჩვენ წეღან ვახსენეთ, რომ იქ ნატოს წევრი ქვეყნები ყავს, ხო, შავ ზღვაში და შესაბამისად ნატოს წევრი ქვეყნები ნატო რა არის კოლექტიური თავდაცვის ერთიანი ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია თავისი წევრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე. ეს არის მნიშვნელოვანი. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ანუ ფაქტობრივად აქამდე დიდად რო არ აქტიურობდა ევროკავშირმა სულ ახლახანს, ანუ 2025 წლის მაისში მიიღო 28 მაისს აგერ მიიღო შავი ზღვის სტრატეგია. და შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც ფაქტობრივად საუბრობს იმაზე, რომ რამდენად უსაფრთხო, სტაბილური და მედეგი უნდა იყოს ეს რეგიონი. და განსაკუთრებით საინტერესოა, რომ აი რაღაც სამი მიმართულებაზეა ამ სტრატეგიაში აქცენტირება. ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომელიც ვახსენეთ, ხო? მდგრადობის განვითარება, ანუ ეკონომიკური თვალსაზრისით და ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ ისიც ვიცით, რომ ნაღმების თვალსაზრისით არის ძალიან რთული და კომპლექსური სიტუაცია და გაწმენდა არის საჭირო შავი ზღვის ამ ნაღმებისგან. და მოილაპარაკეს კიდეც ხო შავი ზღვის შესაბამისად, სხვათა შორის კიდე საინტერესო ფრაზა ის იყო, რომ ამ სტრატეგიაში ჩვენ შეგვიძლია რა თქმა უნდა გავაკრიტიკოთ კიდევაც ეს სტრატეგია, იმიტომ რომ საკმაოდ ანუ დეტალებისგან ცოტა დაცლილია, უფრო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ სტრატეგიები უფრო ზოგადია და მე ეს გარკვეულ სამოქმედო გეგმებში ეს გადაითარგმნება უფრო მეტ დეტალებში და რეალურად აქამდე საერთოდ არ არსებობდა სტრატეგია და არ არსებულ სტრატეგიას ნამდვილად ჯობია რომ სტრატეგია გვაქვს და უკვე ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და პარტნიორების მხარდაჭერა არის იმისთვის, რომ შავი ზღვა გახდეს ბევრად უსაფრთხო, სტაბილური, კეთილდღეობის თვალსაზრისით და ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო, რომ რაღაცნაირად აი რეგიონული ჰაბი შეიქმნას და აი აქ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს არ დაკარგოს ის შესაძლებლობა, რომ აი ამ არქიტექტურის ნაწილი იყოს და თქვათ ჩვენ არ დავრჩეთ ამ არქიტექტურის გარეთ, იმიტომ რომ უამრავ სხვადასხვა პროექტთა შესაძლებლობას საერთო წვნებს, საერთო სწავლებებს მოიაზრებს ეს, ასე თქვათ, ერთობლივი მიდგომა, რომელიც ევროკავშირმა დაანონსა თავის სტრატეგიაში. ძალიან საინტერესო ის არის, რომ სხვათა შორის ევროკავშირის და ნატოს სინერგია დღეს ბევრად უფრო ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სულ ვიძახდით, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციების თანამშრომლობა, არა გადაფარვა, არამედ ერთმანეთის შევსება და დღეს ერთი კუთხით შავ ზღვაზე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ნატო როგორც შემაკავებელი, ანუ მისი სამხედრო შეკავების ფაქტორი, ხოლო ევროკავშირი როგორც ასე ვთქვათ, მედეგი ეკონომიკური სტაბილიზაციის აი, ეკონომიკაზე მინდა კითხო. კი, მადლობა. ამისთვის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ენერგომატარებლების ერთ-ერთი მარშრუტი არის შავი ზღვა, ხო? ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დადგა დღის წესრიგში ევროპის მომარაგების ალტერნატიული გზების შესახებ, ხო? და აი ესეც საინტერესო არის, მაგალითად შენი მხრიდან როგორ შეაფასებდი ამას და იმიტომ რომ ეს ხო ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება თითოეული მოქალაქის საქართველოს მთლიანად რეგიონის მაცხოვრებლების რაღაცა ჯიბეზე, კეთილდღეობაზე, ხო? ანუ პირდაპირ აისახება მათ ჯიბეზე ეს. კი, ჩვენთვის აი როგორც ვახსენე, ხა ჩვენ მაინც ზოგად კონტექსტში ვიხილავდით, მაგრამ საქართველოსთვის შავი ზღვა ერთი და პირველი ეს არის უსაფრთხოების გარანტი, ევროპასთან დაახლოების საშუალება, მაგრამ ანუ ჩვენი კეთილდღეობის კარიბჭეა. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის, რომ ვიყოთ შავი ზღვის ნაწილი და ამ ასე ვთქვათ პროცესების
პროცესებში არა მხარდამჭერი, ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, არამედ აქტიური მონაწილე. ეს რითი გადაითარგმნება? დღეს რო ვახსენე, უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს ეს მოცემული უსაფრთხოების გარემო და ვითარება. მიუხედავად იმისა, როგორი კომპლექსურია, საფრთხეებით და გამოწვევებით, ასე ვთქვათ, დახუნძლული, მაგრამ რა ჩნდება, რომ ჩვენ შეიძლება გავხდეთ რუსეთის გვერდის ავლის, ასე ვთქვათ, თავარი სატრანზიტო გზა რუსეთის გარეშე. ანუ ეს არის ფაქტობრივად ის შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს აუცილებლად უნდა გამოიყენოს. ეს არის შუა დერეფანზე ვსაუბრობ ახლა. კი, აი, აქ მინდა რომ ერთი უბრალოდ გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ ერთ-ერთი პირველი მცდელობა იყო ეს ბაქო-თბილისი და მაშინაც იყო ძალიან დიდი ზეწოლა, ხო, საქართველოს და ანუ ზეწოლა იქნება, ანუ აქ ლაპარაკი მხოლოდ საზღვაო მიმოსვლაზე არ გვაქვს ლაპარაკი, სარკინიგზო მიმოსვლაზეც გვაქვს საუბარი და ზოგადად სატრანზიტო ხაბად და ლოგისტიკურ ხაბად ჩამოყალიბებაზე. ხო, ერთი ცალკე დიდი მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა ესეც არის აი სწორედ როდესაც ვამბობდი ეროვნული საფრთხეობის კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი იდეა, ზუსტად ერთ-ერთი იყო შავი ზღვის სახელმწიფოდ პოზიციონირება და ლოგისტიკურ ხაბად ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ჩვენი გეოგრაფიული, გეოსტრატეგიული მდებარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. იმიტომ რომ არ არის მარტივი იყო ამ რეგიონში, ხო? ამ კომპლექსურ რეგიონში, როგორც თავიდან ვახსენე, გვაქვს უამრავი გამოწვევა და ასევე გვაქვს უამრავი შესაძლებლობა. ერთი კუთხით, როდესაც ჩემ სტუდენტებს ვესაუბრები, ვამბობ ხოლმე, რომ არის ერთგვარი წყევლა, აქ როდესაც აღმოჩნდები, იმიტომ რომ გარშემორტყმული რო შეხედო, რამდენი კონფლიქტია, როგორი დაძაბულობა არის და როგორი დიდი ინტერესია გარე აქტორების მხრიდან ამ რეგიონის მიმართ და მეორე კუთხით ეს არის დიდი შესაძლებლობა და დალოცვა, რომ ჩვენ გვერგოწილად ეს ადგილი მთავარია ჭკვიანურად გამოვიყენოთ, ხო? კარგია და ძალიან მიხარია რომ ახსენეთ ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, ხო? ისინი ასე ვთქვათ, ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და ჩვენ ვართ ის შესაძლებლობა, რომელიც მათ ტვირთებს და მათი ვაჭრობის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას გაიტანს ევროპაში. და ზუსტად რაც აქ ასევე ცოტა მე შორს უნდა წავიდე და ჩინეთიც უნდა ვახსენოთ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ამ გზაზე ეს one belt one road, ხო, ერთი სარტყელი ერთი გზა, ანუ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩინეთს თავისი ინტერესები აქვს შავი ზღვის რეგიონში და ჩვენ კოლოსალური მე როდესაც ვლაპარაკობ ეკონომიკურ განვითარებაზე, ლოგისტიკურ ხაბად ქცევაზე, ძალიან დიდი მნიშვნელოვანია რომ ქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი. და ჩვენთვის ეს შესაძლებლობა არის ანაკლია. და ანაკლის პორტის მშენებლობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და წლების განმავლობაში არის ხო საუბარი ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ანაკლიას დაკავშირება ოდესა და კონსტანტას პორტებთან და ეს რაღაცა ტრიო სამეული, რომელიც შეიკრება ჯერ ერთი რეგიონულ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს, ვაჭრობის ბრუნვას გაზრდის ძალიან ბევრად, იმიტომ რომ იმის შესაძლებლობა, რაც დღეს საქართველოს აქვს, ანუ გაუორმაგდება თუ მეტიც არა ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა სხვა კუთხით რო შევხედოთ ეს სამხედრო თვალსაზრისითაც და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია ღრმაწყლოვანი პორტის კონე და განვითარებული პორტის მეორე თვალსაზრისით ეს არის ზუსტად ეს ეკონომიკური კარიბჭე რომელსაც ვამბობდი რომ უამრავი ინვესტიციები შემოვა და ჩვენ ამ გზაზე წარმოიდგინეთ ცენტრალური აზია რომელიც მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი რესურსით და თავის ნახე ძალიან მნიშვნელოვანი რა არის რომ თუ ეს შესაძლებლობა დაეკეტება ცენტრალურ აზიას შავი ზღვის ღიად და თავისუფლად ვაჭრობის საშუალებით რა არჩევანი რჩება ჩინეთი და რუსეთის დომინაციის ქვეშ დარჩენა ანუ აქედან ვერ გამოვალენ ფიზიკურად ვერ გამოვლენ. ანუ აქ მარტო ჩვენ არ ვართ, ეს რეგიონი, იმიტომაც არის ამდენად საინტერესო და კომპლექსური, რომ ამ რეგიონთან კავშირში, ანუ ბევრად უფრო დიდი რეგიონია კავშირში, თავისი უსაფრთხოების გამოწვევებით და თავისი, ვთქვათ, ეკონომიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით. აი, ანაკლიასაც ჭირდება თავი რაღაცა დაზღვევის ბერკეტი უსაფრთხოების. კი, რა თქმა უნდა, ანაკლიასაც ჭირდება თავისი უსაფრთხოების დაზღვევის ბერკეტი და განსაკუთრებით, როდესაც ჩინეთზე ვსაუბრობთ, აქ ძალიან საფრთხილო თემაა, ძალიან ფრთხილი პოლიტიკის გატარება საჭირო, იმიტომ რომ ჩინეთი შავ ზღვაზე მოთამაშე არ არის და იმ ასე ვთქვათ ექსპერტებს ვემხრობი, რომლებიც ასევე თვლიან, რომ კიდევ ერთი ახალი მოთამაშე არ უნდა გაჩნდეს ჩინეთი შავ ზღვაში ისედაც, როგორც თქვით, ძალიან დახუნძლულ, რთულ გარემოში, რომელიც არის, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი გვაქვს რუსეთის დომინაციასა და დასავლეთთან ბრძოლაზე,
არ დაგვავიწყდეს თურქეთი, იმიტომ რომ თურქეთის მნიშვნელობაზე ვთქვით, რომ ისტორიულად აქვს ასე ვთქვათ თავისი პრეტენზიები და სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული მიდგომები აქვს ხო რუსეთთან მიმართებაში თურქეთს არ აწყობს რუსეთის დომინაცია და ეს გამოიხატა კიდევაც და აწყობს პირიქით უკრაინის მხარდაჭერა იქიდან გამომდინარე, რომ არ მოხდეს რუსეთის მხრიდან ამ შავი ზღვის სრულად დაკავება და მუდმივად უჭერს მხარს ყირიმს უკრაინის შემადგენლობაში. კი და უკრაინას და ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ თავიდან დრონებით ბაირაქტარის დრონები პირველი ვინ მიაწოდა, ანუ იყო თურქეთი. მიუხედავად თავისი ასე ვთქვათ ზიგზაგური ტიპის პოლიტიკით, რომელიც ხშირად ახასიათებს თურქეთს, ხო, ფრთხილი პოლიტიკად შეგვიძლია ვთქვათ ამ თვალსაზრისით. უნდა კითხო რუმინეთზეც აუცილებლად რუმინეთზე ქვეყანაზე, რომელიც არის ნატოს წევრიც, ევროკავშირის წევრიც და შეერთებულ შტატებთან ჰქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების, სარაკეტო სისტემების განლაგებით და ასე შემდეგ, თუმცა რაღაც ბოლო დღეებში ვხედავთ რაღაც საინტერესოა და ჩვენ როდესაც ვახსენებთ თან იქ შენდება უზარმაზარი სამხედრო ბაზა ნატოსი. სამხედრო ბაზა, კი ბატონო და აქ არის ძალიან საინტერესო, ჩვენ ვახსენეთ ევროკავშირი, ჩვენ ვახსენეთ ნატო, მაგრამ არ ვახსენეთ ამერიკა და ალბათ საინტერესოა ამერიკის ხსენება. ცოტა ასე ვთქვათ განსხვავებული იქნება ჩემი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ამერიკისგან ეხლა რასაც ვხედავთ უფრო მეტად არის წყნარი ოკეანისკენ მისი პოლიტიკა მიმართული და მისი ასე ვთქვათ მთელი ფოკუსი არის ძირითადად თან რასაც ჩვენ ვხედავთ ტრამპის ადმინისტრაციიდან მოყოლებული ფაქტობრივად ევროპული უსაფრთხოების წამყვანი ამერიკას მიაჩნია რომ უნდა იყოს ევროპა. და ზუსტად აქ გამოიკვეთა რამდენად მნიშვნელოვანი იყო რომ ევროკავშირმა მიიღო ეს შავი ზღვის სტრატეგია, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის რომ ევროპა გამოფხიზლდა, სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო ჩვენ არ ვახსენეთ, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ანუ ნატოსთან მიმართებაში როგორ გაზარდა სამხედრო ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, ანუ თავდაცვის ხარჯები ზუსტად არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე და რა შვება ამერიკა. საინტერესო ის არის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა 2023 წელს სხვათა შორის სენატში მოსმენებზე გაიტანა შავი ზღვის სტრატეგიის თემა. და ეს მოსმენები სხვათა შორის სექტემბერშიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების სენატში და საკმაოდ ბევრი მომხრე და მხარდამჭერი ყავს, რომ ფოკუსი და აქცენტი ამერიკის შეერთებული შტატების თქვათ არ მოდუნდეს და იყოს შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში აქტუალური. თუმცა როგორც ახსენე, იმის მიხედვით, რომ სულ ახლახანს გუშინ დაანონსებული ახალი ამბებიდან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები თავის სამხედრო ყოფნას ამცირებს რუმინეთში. ეს რასთან გვაქვს საქმე, ხო? რა თქმა უნდა, მე რომ მკითხო ამ რეგიონის გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, არცთვის ეს ახარბიელოა და თქვათ შევშფოთდებოდი. თუმცა ეს ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლიდან მალევე დაანონსდა და მან თქვა, რომ ევროპიდან შეამცირებს და სამხედრო ყოფნას გაიყვანს და ან დააბრუნებს ამერიკაში, ან თქვათ განალაგებს სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში. რუმინეთში დაახლოებით 2000-მდე, სადღაც 1700-1800 სამხედრო მოსამსახურე ყავდა გადასროლილი, განლაგებული ამერიკის შეერთებულ შტატებს. ახლა დაანონსებული ის არის, რომ სადღაც 1000 სამხედრო მოსამსახურე გავა რუმინეთიდან. საინტერესო ის არის, რომ უკვე გაჟღერდა, ანუ რუმინეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება ვიხილეთ და ასევე გაჟღერდა სხვადასხვა განცხადებები და დამაიმედებელი ის არის, რომ ეს იყო როტაციული ყოფნა და ეს იყო, ასე ვთქვათ, გარკვეული სამხედრო წვრთნებისთვის განლაგებული სამხედრო მოსამსახურეები და ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არსებული დარჩენილი 1000 სამხედრო მოსამსახურე საკმარისია დღესდღეობით და არსად მათ წაყვანას ამერიკის შეერთებული შტატები ახლო მომავალში არ აპირებს. და რეალურად საინტერესო ის არის, რომ ამერიკისთვის მიუხედავად იმისა, რომ ვთქვით, რომ ძირითადად წყნარ ოკეანეზე არის მაინც მიმართული და ევროპულ უსაფრთხოებას უყურებს, რომ ევროპა არის მთავარი არქიტექტორი ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და ჩვენ გვახსოვს ამ ზანგეზურის დერეფანსზე და ასე ვთქვათ, სატრანზიტო შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო ფუნქცია. ამიტომ
იმის მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის თქვა სულ ერთია, მით უმეტეს როცა ვთქვით, რომ სენატში მოსმენები ხშირია, გახშირდა საკმაოდ და ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ ამერიკას უნდა ქონდეს გარკვეული სტრატეგია და მნიშვნელოვანია, რომ მიიღოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში, მით უმეტეს, როდესაც დღეს ეს დაპირისპირების ეპიცენტრი სწორედ გადის ამ შავი ზღვის რეგიონზე. რუმინეთს რაც შეეხება, ხო, რუმინეთში როგორც აღნიშნე, მართალი ხარ, ნატომ როდესაც გააძლიერა თავისი სამხედრო ყოფნა რუმინეთში, არა მხოლოდ ამ ცალკე თქვა ორმხრივად, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვა და ვახსენოთ ხოლმე, რომ არა მარტო ალიანსების ფარგლებში, არამედ ორმხრივი და მრავალმხრივი, თუნდაც სამხრივი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ქვეყნებს შორის. ანუ არა მხოლოდ ამერიკასთან ურთიერთობებში, მხოლოდ არამედ ნატოს ფარგლებშიც, როდესაც ვახსენეთ, რომ მოწინავე განლაგების, ასე ვთქვათ, ბეთელ გრუპები, ანუ საბრძოლო ჯგუფები შეიქმნა, რუმინეთში გაიზარდა სამხედრო ყოფნა და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ამერიკის სამხედრო ყოფნა, განსაკუთრებით აღსანიშნავია არის მისი საჰაერო ბაზა და ასევე შტაბ-ბინა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მთავარი ფლაგმანია, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს აღმოჩენილიყო, ასე ვთქვათ, ნატოსთვის ის საყრდენი, მაგრამ რეალობა უნდა გაუსწოროთ თვალი და რუმინეთი აღმოჩნდა შავი ზღვის რეგიონში ზუსტად ის სახელმწიფო, რომელიც მთავარი საყრდენი სახელმწიფო იყო ნატოსთვის და თან როგორც ნატოს წევრი ქვეყანა, თან როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყველაზე მნიშვნელოვანი თავისი პროაქტიული პოლიტიკით, იმიტომ რომ რუმინეთი ითხოვდა მეტ სამხედრო განლაგებას, თავდაცვას და უსაფრთხოების გარანტიებს შავ ზღვაზე, იმიტომ რომ ამ საფრთხეს თვალსაჩინოდ ხედავდა და ეს როლი რუმინეთმა დაიკავა და განავითარა ის სამხედრო შესაძლებლობები, სხვათა შორის საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ვახსენეთ A2AD სისტემები რუსეთის მხრიდან, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ნატოს თავის მხრივ სწორედ ანუ რუმინეთში ასეთი სისტემების დანერგვას და განვითარებას გეგმავდა და ახორციელებდა სწორედ შავ ზღვაზე, იმიტომ რომ შავი ზღვის უსაფრთხოება დაეცვა. ნათია, უნდა კითხო ერთიც და რომ წავიდეთ შეჯამებისკენ, რითიც დავიწყეთ აბსოლუტურად იგივეთი, რომ ჩვენ ვხედავთ ორივე მხრიდან, ანუ რუსეთის მხრიდან, რომ მისთვის ვახსენეთ, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის, რა თქმა უნდა, ნატოსთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. რუმინეთში იყო რაღაცა კიბერჩარევების მცდელობა, რომ იქ რაღაცა რეჟიმი შეეცვალა, ბულგარელებთან ცდილობდა და ცდილობს მუდმივად, რომ რაღაცა მისი ზეგავლენა გაიზარდოს, თურქებთან ხან როგორ არის და ხან როგორ და ნუ უკრაინაში აქტიური ფაზა მიდის ომის, საქართველოს 20% დაპყრობილი აქვს და აქაც მაქსიმალურად ცდილობს ზეწოლას. როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიციონირება, რომ არ გაუშვას ეს შესაძლებლობების ფანჯარა ხელიდან, იმიტომ რომ გამოწვევების დროს შენც ახსენე, რომ შესაძლებლობების ფანჯარაც იხსნება და გვაქვს შანსი, რომ რაღაცა უკეთეს არეალში მოვხდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელი არსად არ მიდის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაცვის მექანიზმები გქონდეს მეტი, ხო? კი ბატონო. ანუ ამ თემაში სასაუბრო ბევრად მეტია. ჩვენ არ ვახსენეთ ასევე რუსეთის მხრიდან ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზის მშენებლობა, რომელიც დამატებითი გამოწვევა იქნება საქართველოსთვის, რაც ფაქტობრივად საქართველოს ლეგიტიმურ საფრთხეთ, ანუ ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, სამიზნე შეიძლება გახდეს და ომის გადმოდინების საფრთხე შეიძლება გაჩნდეს საქართველოზე, ხო? არა მხოლოდ ამას, ეს ნაოსნობის შეფერხებასთან დაკავშირებით, თუნდაც ის, რომ საქართველოს სანაპირო ზოლის მეტი კონტროლის ჩაგდება ხელში და, ვთქვათ, სამხედრო შესაძლებლობებით, რომელიც ბევრად დიდ გამოწვევებთან გვექნება საქმე, ვიდრე გვაქვს, ხო? და ნელ-ნელა ამ გართულებას, ასე ვთქვათ, უფრო უნდა ველოდოთ კიდევაც. რა თქმა უნდა, ამ გამოწვევებიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვქონდეს ერთგვარი რაღაცნაირი ყოვლისმომცველი მიდგომა, იმიტომ რომ ყოვლისმომცველი მიდგომის გარეშე შავი ზღვის ასეთი კომპლექსური რეგიონთანაც გამკლავება არის საკმაოდ წარმოუდგენელი. პირველ რიგში ალბათ თავიდანვე ვახსენე და ზუსტად ესე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენი გადარჩენის გზა. შავი ზღვის რეგიონი. ეს არ არის, ასე ვთქვათ, მხოლოდ რაღაცა ერთგვარი სანაპირო ზოლი, რომელიც გაგვაჩნია და მხოლოდ, ასე ვთქვათ,
ეკონომიკური თუ სავაჭრო პროექტებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ბილეთი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში და სივრცესთან ინტეგრაციისთვის. იმიტომ რომ საქართველო 2011 წლიდან ნატოს ასპირანტი სახელმწიფოა და ეს გზა იყო შეუქცევადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შავი ზღვით ნატო არის დაინტერესებული დღეს ჩვენ აღვნიშნეთ, ევროკავშირმა აგერ სტრატეგია დადო და ევროკავშირის პროექტებში აქტიური ჩართულობა არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და არ უნდა გამოაკლდეს საქართველო. ეს არის ევროკავშირთან დაახლოების გზა, რომელიც ბევრად უფრო ინტენსიური გახდება. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, სულ არ მინდა ასე ვთქვათ პოლიტიკური კუთხით შევხედო, მაგრამ დღეს და დღევანდელი სიტუაცია, რაც ქვეყანაში არის პოლიტიკური სიტუაცია, სამწუხაროდ დამაიმედებელი არ არის და მე ძალიან მეშინია იმისი, რომ ჩვენ აი ეს შესაძლებლობები, რომლებიც ჩნდება ერთობლივი წვრთნების, ერთობლივი პროექტების ჩართულობის თვალსაზრისით, უბრალოდ არ გამოვტოვოთ და არ ავწდეთ და აი ამ უსაფრთხოების არქიტექტურის და აი ამ გზაგაყარზე თქვათ მეორე მხარეს არ აღმოჩნდეთ ჩვენი ნებით სამწუხაროდ. დემოკრატიის, ასე ვთქვათ, უკუსვა საქართველოში არის ძალიან დამაზიანებელი, იმიტომ რომ სწორედ ამ დოკუმენტშიც, ევროკავშირის შავი ზღვის სტრატეგიაშიც დემოკრატია არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, მოთხოვნა, ხო? და ძალიან კარგად ვიცით ევროკავშირის მოთხოვნებიდან რამდენად მნიშვნელოვანია და ამ თვალსაზრისით ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მეორე კუთხით, რა თქმა უნდა, ესე ტაქტიკურად რო შევხედოთ, ანუ სტრატეგიულადაც შეგვიძლია შევხედოთ და ტაქტიკურადაც შევხედოთ, იმიტომ რომ ჩვენთვის ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია შავი ზღვა, ხო? ეს ასე რომ დავყოთ რაღაცნაირად მნიშვნელოვანია, რომ გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ აღვნიშნოთ, რომ ჩვენ საზღვაო ძალები არ გაგვაჩნია, ჩვენ გვაქვს სანაპირო დაცვის ელემენტები და სანაპირო დაცვის თვალსაზრისით საკმაოდ ახლოს და ინტენსიურად თანამშრომლობდით ჩვენ წლების განმავლობაში ნატოსთან. ნატოზე ჩვენ არ აღვნიშნეთ და ძალიან მნიშვნელოვანია და შენ აღნიშნეთ ჯერ რომელ წელსო სწავლებებს ატარებდაო და არა მხოლოდ სწავლებები, მისის თქვათ საზღვაო ასე ვთქვათ საპორტო ვიზიტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და საზღვაო შენაერთებთან ერთად წვრთნების ჩატარება სანაპირო დაცვის ელემენტის გაძლიერების თვალსაზრისით და შესაბამისად ამ კუთხით ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინტენსიური თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია და რაშიც ასევე ნატოსთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოს წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობა, ეს არის ინფორმაციის გაცვლა შავ ზღვაზე. და სადაზვერვო ინფორმაციები, იმიტომ რომ სანაპირო ქვეყანა ვარ და სწორედ აი პოზიციონირებაში როცა ვამბობ, ანუ უგულოყოფილი არ უნდა იყოს საქართველოს და ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ჩვენი როლი რადარები უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, სწორედ საზღვაო თან მით უმეტეს როგორც თქვით, როგორი კომპლექსური და ომის ფარგლებშია შავ ზღვაზე არის ომი და არა მხოლოდ ასე ვთქვათ აბსტრაქტული ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, თლად აბსტრაქტულიც არ არის, მაგრამ მიმდინარე 20-22 წლიდან, რაც რუსეთი აწარმოებს ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას, ჩვენ ვხედავთ, რომ შავი ზღვის გამოყენებით ხდება, ხო, ეს ყველაფერი და როგორი მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მე აღვნიშნე, რომ ნაღმების თემა, იმიტომ რომ ნაღმებისგან გაწმენდა ჩვენ რამდენიმე შემთხვევა იყო საქართველოს სანაპირო ზოლზე, ბევრი არ იყო, კი ბატონო, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სამწუხაროდ დაზღვეულები ვართ, თან მომავალში არ იქნება და ევროკავშირი თავაზობს ამ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ მარტო შენი შესაძლებლობებით, თქვათ, უძლური იქნები, რომ გაუმკლავდე ამ გამოწვევებს, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი არის რაღაცა ერთიანი ხედვის კონცეფციის ჩამოყალიბება, რომელიც არ გვაქვს. იქნება ეს შავი ზღვის სტრატეგია, იქნება ეს რაღაცა ხედვის დოკუმენტი, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმ ასე ვთქვათ შესაძლებლობების გაერთიანება და უწყებათა შორისი თანამშრომლობა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა უწყების როლია, ხო, ამ შავი ზღვის კუთხით და ეს ფოკუსირება ერთიანად უნდა მოხდეს, ხო, იქ ვილაპარაკეთ სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და რა თქმა უნდა უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს უნდა შეიკრას. იყო სხვათა შორის ერთი პერიოდი საუბარი ეროვნული საფრთხოების საბჭოს აპარატში, რომ შავი ზღვის სტრატეგია ხომ არ შევქმნათ, სხვათა შორის ჩვენი პარტნიორები ძალიან პოზიტიურად მიეგებდნენ ამ ამბავს, მაგრამ მალევე ამაზე საუბარიც არ იყო და მე უკვე ვახსენე, რომ პროექტები, რომლებიც არსებობს გარკვეული მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ისინი ჯერჯერობით არ დამტკიცებულა და სადაც ასევე მკაფიოდ იყო დაფიქსირებული შავი ზღვის მნიშვნელობა.
მე ასევე ვუყურებ, რომ იდენტობაზე, როდესაც ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია განათლება და ასე ვთქვათ, ცნობიერების ამაღლება. ამ თვალსაზრისით ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა პლატფორმები, სხვათა შორის აი ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ინიციატივაა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა და ძალიან დიდი სიამაყით მინდა ვთქვა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ იქ ვატარებთ კურსს, საერთაშორისო კურსს სამხრეთ კავკასია, ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში და სხვათა შორის ორკვირიანი ძალიან ინტენსიური საერთაშორისო კურსია, სადაც როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპიკერები უკითხავენ ლექციებს, როგორც ქართველ საჯარო მოხელებს, ისე უცხოელ ნატოს წევრ და არაწევრ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებს. და ეს უნდა ბევრად ინტენსიური უნდა გახდეს და ხელმისაწვდომი ახლა წელიწადში ერთხელ რამდენიმე ადამიანი შეუძლია ხო რომ დაესწროს ამ კურსს და ბევრად უფრო ინტენსიური ხასიათიც უნდა მიიღოს და დაინტერესება არა მხოლოდ საქართველოსთან არის, მინდა გითხრა, ასევე სხვა როგორც ნატოს წევრი ქვეყნებიდან, ასევე რეგიონის ქვეყნებიდან ძალიან მაღალია და ამის ინტენსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანი. JTEC-ის გამოყენება არის საჭირო, იმიტომ რომ JTEC-იც არის ნატო საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი, სადაც შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ ეს პლატფორმა, ასე ვთქვათ, რეგიონის, აი სანაპირო ქვეყნების ერთობლივი რაღაცა წვრთნების და სწავლებების ჩატარების კუთხითაც და თვალსაზრისითაც. ზოგადად რეგიონული დიპლომატია არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვისაუბრეთ იმაზე, რომ გამოწვევებზე ვისაუბრეთ და შესაძლებლობებზე, მაგრამ რამდენად გახლეჩილია ეს რეგიონი, ხო? ანუ იდენტობის თვალსაზრისით ძალიან ფრაგმენტული რეგიონია. ყველა სხვადასხვა თქვა საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტებია ძალიან ბევრი და ამ თვალსაზრისით სხვათა შორის ზუსტად ხელს უწყობს ეს ყველაფერი რუსეთს, რამდენადაც ფრაგმენტული იქნება და ერთმანეთთან ასე ვთქვათ გაერთიანებული საერთო ხედვა რეგიონს არ აქვს, შესაბამისად დაყავი და ბატონეს თემაა, ხო? და რა თქმა უნდა, უფრო მარტივია ის დომინაცია და თავისი თქვათ ძალების პროექტირება და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იქცეს იმ სახელმწიფოთ, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან ორმხრივ, სამხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში აქტიურად თანამშრომლობს და აქტიურად განიხილავს, იმიტომ რომ ერთ-ერთი თავის პოზიციონირება ექნება როგორც შავი ზღვის სახელმწიფო და პოზიციონირება ექნება, რომ მნიშვნელოვანია ამ უსაფრთხოების თემებზე თვითონ რეგიონში ვისაუბროთ ერთობლივად, იმიტომ რომ რეგიონში სხვათა შორის თურქეთი ცდილობდა წლების განმავლობაში რაღაც სხვადასხვა პროექტების შექმნას, რომელიც არ გამოვიდა და არ იყო მაინდამაინც წარმატებული, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონი არ უნდა ცდილობდეს რაღაცა რეგიონული კოჰესიას შექმნას. და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი მიმაჩნია, რომ საქართველოს აქტიური იყოს. ინიციატივები არ უნდა იყოს დასჯადი, უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის და მჯერა, რომ მართლაც შავი ზღვა უბრალოდ საზღვარი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზღვა გამოიყენება ხო ამ სიტყვაში და არის შესაძლებლობა. ნათია, უღრმესი მადლობა, ნათია გვენეტაძე და მჯერა იმის ასევე, რომ შენ აუცილებლად დაუბრუნდები შენ საყვარელ ადგილს და იქიდან გააკეთებ ძალიან დიდ საქმეს. ასე რომ მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა.